Здравствуйте, мои дорогие друзья, славяне, азербайджанцы, армяне, турки. Сейчас я хочу сообщить кое-что. Скоро мы пойдем и наша партия, социалистический блок, консервативный. Социалистический блок консервативный. Вот консервативный. Вот такое название будет. Сейчас, кто хочет со мной обращаться, вот я другой телефон купил. Ну, этим я хорошо пользуюсь этим, да? А номер телефона вот 592 10 33 05. Вот этим телефоном позвоните, вот нашей партии, кто находится, позвоните, не стесняйтесь, я все время отвечу на этом телефоне, вот. 592 10 33 05. Почему я по-русски объявляю? У нас и русские есть там, в этом партии. Есть русские, есть азербайджанцы, есть армяне, поэтому по-русски говорю. Обращайтесь, не стесняйтесь. ეხლა ჩემო კარგებო ქართულად ვიტყვი. ჩემი ტელეფონის ამაზე დამირეკეთ უფრო. ის სამუშაო ტელეფონია და ამ ტელეფონზე დამირეკეთ 592 10 33 05. ეხლა ჩემო კარგებო 66 კაცი რომ მე ახლა დავასახელებ ამ წუთაზე. 66 კაცი რომ დავასახელებ, თავარი ეს არის. ეს 66 каци шевикрибот, უნდა чемокаргебо. Мы должны, мои дорогие, вот эти, которые там русские, азербайджанцы, эти, в моем партии, да, должны собраться, чтобы познакомиться. Вот, давецно, туда это чемокаргебо. Хо. აუცილებლად უნდა შევიკრიბოთ, ასე დამირეკეთ, თბილისში შევიკრიბოთ, არ ვართ მე წინააღმდეგი. თბილისში შევიკრიბოთ, გინდა სადაც გინდა, თუ გინდა ლანჩხუთში შევიკრიბოთ, თუ გინდა ბათუმში შევიკრიბოთ. ისე ბათუმი ჯობია ჩემ და თუ კი გამოინახება ადგილი რაღაცა. მე ახლა ამდენი ჩვენ ახალი იგი ვართ, პატარა პარტია ვართ. პატარა იმით მრავალრიცხოვანი კი ვართ, მაგრამ ჯერ არ გვაქვს ფინანსები, ხო და ისე იგი სად თბილისში გააკეთეთ თბილისში. ბატონო ნიკოლოს, ბატონო ტრისტან, ბატონო ჩუბინიძე, დიტო. მოვიყაროთ, თავი გავეცნოთ ერთმანეთს, და შენ ყველას მოგიწოდებთ, ახლედიანთან გამოდის იქან ყველა, ესე იგი, ეს იგენიც, რა ქვია, ჟურნალისტებიც საჭიროა, ვალერი კვარაცხელია, ყველა. ჩამოდის და მე ახლა კიდე დავამატე რა ვქნა ასეთი კაცი ვარ რომ არ მინდა ვიღაცა ვაწყეინო რომ შეიძლება გამოსწორდეს ადამიანი მეთქი ახლა ზოგი იტყვის ამას ღმერთი არ წამს ისე მაგრად მაგრამ ისე მათ ორთოდოქსი მოწმუნე არა ხო და ახლა რა ვქნა ასეთი ხასიათი მაქვს ასეთი მობიერი ხასიათი მაქვს ადამიანი მეწოდება ხო მე მქონდა შემთხვევა ვეჩხუბი ადამიანს მაგრამ მე ბოდიში მოუხადე მან მომიხადა ბოდიში და ხო ეხლა ჩემოკარგებო ასეთი რამ ხო შევიკრიბოთ სადაც გინდა გაახმოვანე ბატონო ნიკოლოს ტრისტან გაახმოვან ტრისტან თქვენ იქენდით რა ქვია რემონტში გადადით არ ვიცი ხო და ნიკოლოსმა ბატონმა ნიკოლოსმა გაახმოვანოს შევიკრიბოთ რაღაცა და იმან რა ქვია სოლიდარობა მშვიდობისათვის რომ თემურ გაახმოვანე შევიკრიბოთ ჩვენი პარტია შევიკრიბოთ კი არა უცხო ხალხი კი არ გვინდა ჩვენ ახლა ვიტყვი მე ახლა ზოგს კიდო ახლა ვინ გადმოვიყვანე მე ჩემთან მანჯავიძე გადმოვიყვანე ხო ახლა წავიკითხავ აგერ ერთ წუთას ისე იგი სოციალისტური ბლოკი კონსერვატორული
თემური პატარაია, თემური ფიფია, მიხეილი ჟღენტი, ვალერი კვარაცხელია, ტრისტან წითელაშვილი, გიორგი ქარდავა, თინა გოცაძე, თინა თოფურია, ნატა არღულიანი, თემური მაკარიძე, ელიზბარაშვილი, ნანა ალთინოკი, გულბათ ცხილაძე, კახა კუკავა, დავით თორდია, დიტო ჩუბინიძე, მერაბ ჭიქაშვილი, ზური მახარაძე, ირაკლი მარტინენკო, თემური სამნიძე, გრიგოლ ონიანი, ილია ლობჟანიძე, გალინა კირხანაჩიევა, ვიქტორია ივანოვა, ქეთინო თხილაიშვილი, გიორგი ირემაძე, გიორგი არღულიანი, თამარ კიკნაძე, ვაჟა პატარაია, პაატა აბულაძე, ერმილე ნემსაძე 31 ადგილზე შემოვიყვანე. ახლა ვატყობ აგერ დავით ნემსაძე როგორ კარგად ნორმალურად ილაპარაკა. მე მომეწონა იმ დღეს ამ ბოლოს მისი გამოსვლა. ასე ბაბუა ასე უნდა 79 წელი ვარ, ბაბუ არ უნდა გიზახო არა. თანებე თავი გინებას და იმას არა ქარია გინება შენ პროსტო გულს იოხებ, მაგრამ იმ კაცმა შეიძლება ყველა ხო და არ უნდა ასეთი გინება. დამიჯერეთ მე თქვენ. ხო და ერმილე ნემსაძე ძალიან დაწყნარებულია და ძალიან წესიერად ლაპარაკობს. ხო 31 ნემსაძე ერმილე, რამაზ გაგნიძე, გიორგი კერესელიძე, დავით ჩუბინიძე, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია. ახლა როგორია თქვენ შეიძლება არ მოგწონდეს ერთმანეთი, მაგრამ პარტიის გაძლიერების მიზნით გაჩერდით. თუ ანუ მე შემდეგ რომ შემდეგ მოძლიერდებით, არა? შემდეგ ცალკე ბლოკი შექმნენი და რაც გინდათ ის იგივე ერთმანეთს დედაშენ უშეაგინებ და იმას თუ არა. რაც გინდათ იგი თქვით მერე. ხო 36 კონსტანტინე მორგოშია, ნონა ჭკადუა, ემზარ კვიციანი, ირმა ცენტერაძე, ნიკოლოზ მჟავანაძე. ახლა გაგრძელება 51 ნაზიმ სირალიევი, ავიკ მელქონიანი, თემური ხალვაში, ცოტნე მარღია, კახა ძაგანია, მამუკა კარტოზია, შავლეგ ჭყოიძე, გენერალ ლეიტენანტი შავლეგ ჭყოიძე. ალავერდი ვარ შენთან. სოსო მანჯავიძე, შემომიყვანე სოსო მანჯავიძე. უпроსტად შევხედე მის იმას, მოისმინე მისი ვიდეობლოგი და არჩანა ცუდი ადამიანი. გია კორკოტაშვილი, ირაკლი ზაქარეიშვილი, ზაზა გვიმრაძე, დავით გირგულიანი, ალა ალოიანი, მაია მაისურაძე, ზური ნაჭყებია, გუგა კობრავა, ირაკლი ფირცხალია, ვატო შაქარაშვილი, კოტე ფხოიძე, რევაზ სახვაძე, რამაზ ღვალაძე, ლიკა გამრეკელი, ირაკლი დოკვაძე, ირაკლი უბილავა, ჯონდი ბაღათურია, იგორ გიორგაძე. ეხლა ხო იგორ გიორგაძე ასეთი პატრიოტი რუსეთში არ გვყავს ჩვენ ასეთი პატრიოტი ადამიანი ხო და საქართველოს მოქალაქეობა უნდა მიეცეს ამ ადამიანს, მიეცეს ასეთი ჯერ ერთი რამოდენაი აქვს, რა ქვია, წოდება აქვს, სამხედრო წოდება. ხო და ძალიან კარგი ადამიანია, ой კეთილი ადამიანია, dobri, რომ იტყვიან რუსულად. ძალიან კარგი ადამიანია, მიეცეს უნდა საშუალება, რომ პარლამენტში მოღვაწეობის საშუალება მიეცეს უნდა. ხო და თუ არ გამოვიდა რამე, მაშინ სხვას შევიყვან და რაღაცას იმას ვიზამ. ხო და დავით ნემსაძე ბლოგი მომეწონა შენი, მაგრამ შენი ძმა შემომყავს ახლაში და მე გამოჩნდება კიდე ადგილი ხო და თუ კი წესიერად იქნებით გინებას არ დაიწყებ არავის ერთ რამეს გეტყვი ბატონო დავით. არგუმენტი რომ არ გააჩნია ადამიანს, არგუმენტი რა, ესე რომ საპასუხო რომ უთხრა რაღაცა, ამიტომ გადადის გინე. არ გეწყინოს ბაბუა, შენ შეიძლება მართალი იყო, მაგრამ არაა გინება საჭირო. ხო და გამოჩნდება აგერ უყური ახლა აგერ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ მე ვფიქრობ, რომ იგი რა ქვია გრიგოლ ონიანია რა, გრიგოლ ონიანი აუცილებლად უნდა დაინიშნოს შემოკარგო ოცნებაო. მოადგილე იმას განათლების მიზნი 6 მოადგილე ყავსო და ერთი ვიღაცა ელიზბარაშვილი არ უნდა იყოს ახლა იგი იქ რაღაცა კაი ადგილზე.
არ გამოვა ასე შემოკარგებო, არ გამოვა ასე. დაფიქრდით კარგად. დაფიქრდით კარგად. განთავისუფლდება აქ ადგილები და შემოვა აქედან მყავს კიდო ლორთქიფანიძე მყავს, დიმიტრი ლორთქიფანიძე მყავს, აგერ დავით ნემსაძე არის კიდო ხალხი იქ არის, კარგი ხალხი არის. აგერ მაია ნიკოლეიშვილია კიდე არის იქ ხალხი. ხო და ეს ამთავარი ესივე და აქ ახლა იმაში რა ქვია დანარჩენ ქვევით იმაში ამას ახლა აღარაა საჭირო მე ჩამოწერილი მაქვს ამას რომ დავარეგისტრირებთ პარტიას შემდეგ იმას ვიზამ აქ დაემატა ახლა ვინ დაემატა უყურე დაემატა აქ ხო ჟიული სეპერთალაძე არის თბილისელი კაცი ხო და ის დაემატა შემდეგ ყველა ვინც იყავით ყველა არის და 198 ადამიანამდე ავიდა თუ 200-მდე ავიდა მგონია ხო და იგი თქვი რა ქვია პოლკოვნიკი კრიალაშვილი ჩავწერეთ შეიძლება ეგიც გადმოვიდეს შეიძლება განთავისუფლდეს ადგილები რაღაცა არის და გადმოვა ოღონდ საქმე რაშია იცი ვიბრძოლოთ პატარა უნდა ჟილკიანად უნდა იქნათ რომ რა გვაქვს საშიში კაცო რა გვაქვს არაფერს არ ვაშავებთ შემოკარგებო ახლა უყურე რაქნა ისე შევარდნაძემ და სააკაშვილმა რაქნა იქ ნათელაშვილის პარტია იყო აღორძინება იყო ხო და მთელი პარლამენტი გაყარენ გარეთ შემოკარგებო მთელი პარლამენტი გაყარენ გარეთ ხო ამ ვინ არიან ესენი ვინ არიან ესენი ხო და ღრიალი და იმით აკვია და ძალით დაიკავეს პარლამენტის შენობა და ჩვენ ასე არ გავაკეთებთ ჩვენ კულტურულად კარგად ჩაცმული დახურული წესიერ ფარგლებში შევალთ იქინე შევალთ არავის ვინ დაგვიდგება წინ იმასაც ვნახავთ ვინ დაგვიდგება წინ ხო დადგება დრო შევალთ ჩვენ ხო და მე ახლა გეუბნებით კიდე ამ ჩვენ პარტიაში ვინც არის ახლა აქ ძალიან კარგი პიროვნებები არის ძალიან მომწონს ზოგიერთები ძალიან მომწონს დიტო ჩუბინიძე მაგრად მომწონს ისე რაღაცნაირად ისე ასტაბილირებს იგი ეროვნულებსაც და იმას რა ქვია სოციალისტებსაც და ასეთი უნდა ადამიანი ასეთი უნდა იყოს სამშობლოს ერთგული ხო და იგი რა ქვია კომპეტენტური ადამიანი უნდა იყოს რას ლაპარაკობ უნდა იცოდე ხო და აუცილებლად ისე ყველას გეუბნებით 66 კაცი რომა ახლა მე მგონი დავარეგისტრირებ სამშაბათს მე ამას ხო და 300 ხელწერაა შემოკარგებო პასპორტი აღინიშნოს უნდა პასპორტი მგონია ასე თქვენ ხო და თუ პასპორტი მაგრამ პასპორტი უნდა ნომერი პასპორტის და ხელმოწერა თვითაული 66 კაცი რომ ხართ იქინე 5 ადამიანს ვერ იმასიზამთ რა ქვია 5 ადამიანს ვერ მონახავთ რომ ხელი მოაწერინოთ კი მონახავთ შემოკარგებო და არაა პრობლემა მეტიც აგროვდება აგერ სოლიდარობა მშვიდობისათვის რო ხართ გეუბნებით აგერ კიდო იქ მე მეორე იმას გამოვაცხადებ დაბლა იმასაც გამოვაცხადებ ყველას აბსოლუტურად ხო და ასე და ამრიგად შემოკარგებო გავსრისოთ ლიბერასტული გველები გავსრისოთ და ლიბერასტები გეუბნებით მე თავს მოვკვდები და ეს უნდა გავაკეთო მე მოვკვდები გამიტანენ იქიდან კუბოით მაგრამ მე გავაკეთებ ამას მე რომ რამე ხო და მე თუ რამე დამემართება ჩათვალეთ შემოკარგებო რომ საქართველოში სისხლი დაიღრება დიდი ლანჩხუთში ახლა არის მე ნაციონალები ხვდება და ყველა მე არავის არ ვერჩი არავის არ ვერჩი ვინც იქცევა წესიერად მაგრამ როცა არ იქცევა წესიერად ადამიანი გადაწვეს თბილისი იქინე ქალაქი გადაწვეს აგას ვერ მევექცევი კარგად ვერა ხო და ზოგს სქესი გადაკეთებული ასეთი ხალხი ეს არის ლიბერასტული გველებია მაგენი პოლიტიკური ნაგავი ამიტომ ეს უნდა გავასამართლოთ უნდა ბატონო ბიზინა ხომ დავკვირდი შენი ჭირიმე ხომ დავკვირდი რას გვერდში თამხალ რას გვერდ რა დაგიშავეთ შემოკარგებო თუ ისე იგი
დამიჯერეთ მე 100 აჯობებს 79 კაცი ვარ სულ ისე იგი 100 კაცი მისმენდა მე რომ ახალგაზრდა ვიყავით თან რუსულად ლაპარაკობდი ხალხმა ქართველები ინჩი არიცოდა წადი და მოდი არიცოდნენ ხო და 100 კაცი მისმენდა ხო და 13 სოციალისტური ქვეყანა იყო იმ პერიოდში ხო და იყო ვარშავსკი დაგავარ ნატო სენტო და სიატო ისე სამი ბლოკი ჰქონდა ყავდა ისე კაპიტალისტურ სისტემას და ერთი ბლოკი ყავდა სოციალისტურ სისტემას ხო და ამდენ ხო და არ ვარ ახლა ისე თლა გონებაში რომ დამიჯერეთ მე გთხოვ ბატონო ჩემო კარგო ოცნება ბატონო ბიძინა ხო გითხარით კი პატიჟებთ მე პატიჟებთ ჩვენთან რო ისე ხო და დავამყაროთ წესრიგი საქართველოში ნუ იქნება მშიერი ადამიანი ხო და მათხოვარი ნუ იქნება გზაზე დამდგარი თავარი ახლა ზოგი იტყვის თავარი არის ეკონომიკა და სოციალური საკითხებია და პოლიტიკა შემდეგ აქედან დგება პოლიტიკა მეტი კაფერი არა ეკონომიკაა თავი და თავი ყველაფრის ამიტომ მე რო თქვი ისე უნდა გაკეთდეს ჩემი აზრით ისე არავის არ ვემუქრები არავის არ გავაკეთე ჩვენ მოვალთ 4 წლის მერე სოციალისტური პარტია მოვა სათავეში გეუბნებით ამას მე ხო არავის არ ვემუქრები ხო და ეს სათავეში რომ მოვა მერე წავალ მე რო დაინიშნება პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი და მერე გითმობ ბატონო ბიძინა თქვენ გითმობ მე წავალ უნდა დაინიშნოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრი ძალისმიერი მინისტრები და ყველა მინისტრები უნდა დაინიშნო ხო და ისე კომპეტენტური ადამიანი უნდა პროფესორები არიან ხო და ისეთი როგორი პროფესორები არიან ახლა ეს იმაში რომ ლიბერალური ნაგავი რომა ისე იგი არ ვიცი რა ხდება მე ვერ გევიგე თან 6 მოადგილები განათლების ამხელა ბოდიში და ახალგაზრდა კაცს ამდენი მოადგილები და ამდენი რა არის ეს კაცი ხო და ახლა კიდო ერთ რამაზე გუშინდელ ამბავზე ისე 26 მაისის რომ ახლა უყურეთ გამოხედეთ შემოკარგებო არ არის 26 მაისი ბატონმა დავით თორდიამ ძალიან კარგად აღნიშნა მაგრამ რაღაც ახლა ჩვენ ისე იგი დემოკრატიას და იმას ახლა ვიწყებთ ჩვენ დემოკრატიასაც და ახლა ხო და გავერკვეთ უნდა თუ დამოუკიდებელი ვართ მაშინ ამერიკას რაღაც ეკითხები და ევროპას რაღაც ეკითხები შემოკარგებო რაღაც ეკითხები რამდენი დროშა ერთმა კაცმა მითხრა რომ 7 ლარი ღირსო ისო 5 ჯვარიანი დროშაო 7 ლარიო ლანჩხუთში იყო 1000 ცალი ისე 1000 ლანჩხუთში და თბილისში რამდენი იქნებოდა მაშინ ეს თანხა ამდენი თანხა რა თუნდა ამდენი დროშები ერთი დროშა ჩამოგიდე იქენ და რომ აღლუმი ერთი დროშა არ იყოფოდა ეს თანხა უნდა რომ წასულიყო აგერ ვიღაცებს ისე იგი რა დახმარებაზე აი ეს რომ ცალკე პროგრამა რომ გაკეთებულიყო რაღაცა გაჭირებულები რომ მრავალშვილიანი რომ დახმარებები არაჯობებდა შემოკარგებო დაფიქრდით პატარა დაფიქრდით ხო ეხლა კიდე გეუბნებით შევიკრიბოთ თუ გინდათ ლანჩხუთში შევიკრიბოთ თუ გინდა ბათუმში თუ გინდა თბილისში ონს გავაგებინოთ ერთმანეთს გავაგებინოთ ბატონო ვალერი კვარაცხელია მე ჩემი ტელეფონის ნომერს გეუბნები ასე ხო და თქვენს მითხარით თქვენი ტელეფონის ნომერი და ყველა საერთოდ ყველა მე ახლა ამ ტელეფონში კარგად ვერ ვერკები ეს დიდი ტელეფონი რომ არის ვერ ვერკვევი ამაში ხო და აი ამ მეორე ტელეფონზე დამირეკე ხო და всё გევიგებ ხო შევიკრიბოთ აუც გავეცნოთ ერთმანეთი გავეცნოთ ეგება ვერ სახელზე ვერ შევაწყოთ ერთმანეთს ხო შევიკრიბოთ აუცილებლად ეხლა შემოკარგებო მინდა რაც ჩემი პატარა ავტობიოგრაფია მინდა ისე იგი მოგვიანებურე ახლა შემოკარგებო დავიწყებ მოკლე ჩემს ბიოგრაფიას ვიწყებ მოქალაქეთა კავშირის მოსვლიდან
ამ დროს მე ვიყავი ჩემი ცოლშვილით მოლდავეთში. წვრილი ბიზნესი მქონდა. ვერ გაუძელი ნოსტალგიას. 3-4 ჯერ ჩამოდიოდი წელიწადში, მაგრამ მაინც ვერ გაუძელი ნოსტალგიას და მესიძრებოდა სულ ჩემს მესიძრებოდა ხო და ვერ ვიყავი ჭკუაზე. ერთხელ როცა ხო და ახლა დავდიოდი. ერთხელ როცა მიმქონდა საქონელი ციტრუსები იყო, ლიმონი იყო, რა ჩაი იყო ცოტა. ხო მიმქონდა საქონელი ხო და დამემგზავრა ჩემი მეზობელი ჩემი როლანდი ნუცუბიძე თავისი ცოლით მიდიოდნენ გორგში, ანუ ნიჟნი ნოვგოროდში. ხო, ეხლა ეს მეზობელი იყო ჩემი როლანდი ნუცუბიძე, რომელიც არც ცოლი არ არის, ცოცხალი და არც ქმარი, ცოცხალი არ არის არც ერთი. მერი ჩემთვის ქალი, მერი ფიფია იყო, ვარა. თემურ ფიფია და მამუკა ფიფია გეუბნებით. მერი ფიფია იყო, ხო და საეჭვო ვითარება ოპერაციის დროს არ იყო ისე მაგარი მშრომელი ქალი იყო, საქონელს უვლიდა იმას და არ იყო ის ავანტყოფი, ხო და საეჭვო ვითარებაში ჩემთვის მე ასე მგონია. ჩემი სუბიექტური აზრია ეს, ხო გარდაიცვალა ეს ადამიანი. შემდეგ ეს როლანდი შეხვდა ერთად ხო და ტიროდა კაცი როგორ ძნელი ყოფილაო ისე მეუღლე რომ არ ყავს კაცო ისე მაგი იყო იმის საქმე თხის წელიწადში დაბადებული. თხის წელიწადში დაბადებული ხალხი ჩამოკარგებო საერთოდ არის სუსტი პიროვნება. სუსტი არ გეწყინოს ახლა ვიღაც, მაგრამ სუსტი პიროვნებაა ასე. ისე იგი სილა ვოლია не хватает у них. Кто родился годик казი. ხო, რამოდენიმე თვის შემდეგ რომ ჩამოვედი, როლანდი ჩამოკიდებული ნახეს. ნუცუბიძე როლანდი და სმა უყვარდა, ნამეტარი სმა უყვარდა ესე მეზობლებაში დამალები და ძმარი რო ყოფილიყო, იმას დალებდა აზმარებულ ღვინოს. ხო, ძალიან უყვარდა ღვინის სმა. ახლა ჩემზე მინდა მოგითხროთ, ხო. ისე იგი მე ვერ გავძელი 5 წლის შემდეგ და ჩამოვედი ლანჩხუთში. დავიწყე კერძო ტაგზე მუშაობა. მე კერძო ტაგზე მუშაობა, განა ფულის გულიზა მუშაობდი ტაგზე, რომ გამეგო სიტუაცია რა ხდებოდა საქართველოში. რა ხდებოდა დიდი მავნებლობა და დიდი ბანდიტიზმი ხდებოდა ლანჩხუთის რაიონში და გინდა ასე იყო ლანჩხუთი, სხვაგანაც ასე იქნებოდა. მე ამიტომ ვიმუშავე იქ თორე და არა იქინე რაღაცას გავაკეთებდი. ხან 10 ლარი მრჩებოდა, ხან 15 ლარი რჩებოდა, მეტი კი არა, მაგრამ მუშაობდი. ხო და ეხლა ჩემი ტაგზე ჩემი ტაგზე მუშაობის დროს მე ახლა ძაღლი მყავდა გადასარების ლაიკა იყო, მაგარი ძაღლი იყო, კარგი ხო და ახლა დილას რომ დგებოდი მატარებელს ხვდებოდი 6 საათზე დგებოდი, ხანდისხან ისე წამეიკილებდა აი ძაღლი, ისე იგი ხო მუჭირდა ხო და მე ხო და ალბათ ძილს უფთხოვდნენ რამოდენიმე კაცს ჩემს სამეზობლოში, კგბ-ს უფროს და პოლიციის უფროს. ალბათ უფთხოვდნენ ძილს. ხო, მაგანი ღამის 3 საათამდე ბირჟაზე იდგენ. ხო და მე მიდიოდნენ დასაძინებლად და მე მუშაობდი, სამუშაოზე მივდიოდი. ხო და კგბ-ს უფროსმა ამირან ყვაჭაძემ დამატაკა მაშინა, ისე იგი მანქანა. მივდიოდი, ხო, დავაყენე ტაქსი იგანი, ხო და მიდიოდი ფეხით. ხო და იდგა ჩამოვიარე ახლა, ხო, იქით ვიყურებო ჩამოვიარე და რომ დაგაზა უცბად ასე ზადნით წამოვიდა. დაგაზა ხო და რომ არ მოbrunებულიყავი ამ ხმაურში არა, გამსრესდა იქინე. მაგრამ გადავში. ახლა ვხდები რომ სააგაშვილმა დაავალა ჩემი მოკლა. ეხლა რატომ დაავალა? ახლა ურე სტუმარი დამყვებოდა სტუმარი, მე და ჩემი სტუმარი და ჩემი ქვისლი ერთად დავდიოდით, პატარას ვაჭრობდით, რაღაცა ბიზნეს ვაკეთებთ, ხო და
გადაერია ბიჭო კაცი ღამის 2 საათი იყო დაგვადგა არის ერთი იგი არის რა ქვია ჯვართავა არის ჯვართავა მეორე წილოსანი იგი რა ქვია ჯაგა ხო და მესამე ეს იგი აყლაყუდა იყო ერთი იყო და რა ვიცი აგდიას რაღაცა ალიკონა 40-ზე ეს სამი ტიპი და დაგვა კაცი გადერია შუაღამეზე სტუმარი რა უნდა ანგეს მინა ვინ მოგცა თქვენ ამის უფლება თქვენ პარაზიტებო სამივეს გეუბნებით სამივე ვინ მოგცა რომ ჩამოხვიდე და შემამოწმო ვიხარ თქვენ რამე ბომბები მქონდა იქინდა ამონალი მქონდა თუ რა ხო და შემდეგ ამას ყველაფერს ხელმძღვანელობდა ბანდა სააკაშვილის ზონდერ ბრიგადა კვაჭაძის ხელმძღვანელობით ამირან კვაჭაძის ხელმძღვანელობით ხო შემდეგ იქ ერთი მოადგილე იყო კვაჭაძის ძალიან კარგი იყო ჩვენ იგი იყო რა ქვია ხაჟომია იყო გვარად რეზო ხაჟომია ხო მე იმას მერე გავიცანი ხო და ველაპარაკებოდი აბა როგორ ხარ მეთქი შვილი ყავდა ცოტა ნაკლული თუ რა ვიცი ეს საგიჟეში ეწვა ხო და თორემ ძალიან კარგი პიროვნება და მითხრა თემურიო შენო რომ მოსულიყავ ჩემთან ამდენს მე რაღაცას ისე მოახერხებდი მეო არ გაგაწვალებდნენ ასეო ხო და მე წამოწდა რომ მეო იქი მეზობელი მყავს მედიკო იგი რა ქვია მედიკო არის მეზობელი ხალი ხო და იმის ასყოფილა ბინაში და მითვალთვალებდა მე ალბათ მე ვიქცინე შენო გიყურებდიო მაშინ ეს წამოწდა იმას ახლა მე ჯერ ადამიანს რომ წამოწდება რამე ხომ არა არაფერი არ დაუშავებია იმ ადამიანს მით უმეტეს ჩემდა არაფერი არ დაუშავებია მაგრამ რაღაც მეგრელი იყო არა რაღაც მარგალი იყო გურულები ხომეცი დაждავდა აუ წევიდეთ ფოთში მეგრელები მოდიან წევიდეთ იგი მოდიან ეს ხისთავიანები ვინ ხარ თქვენ ებრაელებო ვინ ხარ თქვენ ხისთავიანებო თქვენ იქინე შარაბაი და მარაბაი და რა ვიცი აგდია იქინე ბევრი კიდო ძორები თქვენ ნახი აგ თქვენ კიდე მობიერი ვარ კიდე თქვენ რა გეკუთვნის კი ვიცი თქვენ რა გეკუთვნის ხო ეხლა ხო და არავის სიკვდილი მე არ მიხარია მაგრამ თქვენ რომ იცით ბუნებამ გამოუწია რომ ინვალიდ კაცს 2% მხედველობა მქონდა 2% ქუთაისში რო წავედი არა ხო და ვეღარ მხედავდი ვერაფერს მანქანაზე ვეღარ მუშაობდი ხო და პენსია არ მეკუთვნოდა პენსია ისე მივედი იქნე იყო იგი რა ქვია ბარამიძე რა ქვია იმას galaktion ბარამიძე შვილი არის რაღაც ერთი ტიპია ისე საზიზღარი ხო დამტანჯა ვიო პენსია ვერ დავანიშნინე ხო და მე რა თქვა იცი თვალი სპეციალურად ამოიღო პენსია რომ დანიშნო ასეთი ნაგავია მიშიკელათვია თუ ჯანდაბა მისი ხო ბარამიძე ხო და ასეთი ხმა დაყარა რომ თვალი ამოიღო პენსიის გულიზაო ეს უსინდისო უნამუსო ადამიანი ეგერ იგი რა ქვია იყო ვახტანგი იყო იგი რა ქვია ჩაიძე და იმან მითხრა რომ გადადისო მეორე თვალშიო მეო ამოვიღეო და მეც შევშინდი მეორე თვალში არ გადავიდეს მეთქი და ამოვიღე მაინც ვერ ხედავდი ვერაფერს ხო და მე არ მიშლის ხელს არაფერს ხო და ასეთი ხმა დამიყარენ ასეთი უნამუსო ხალხმა ასევე მალულად ყოფილი პოლიციის უფროსიც ხო მაგენი წელიწად ნახევარი უშუქოთ მომყოფეს ჩემი დიშვილი სემექში მუშაობდა ხო და მე წელიწად ნახევარი ჩემ მთელი ოჯახი ორი ისე იგი მოსწავლე ისე იგი უშუქოთ ვიყავით რის გულისთვის არ იხდიდა ამირანი კგბ არ იხდიდა პოლიციის უფროსი არ იხდიდა იქნე თვით იგი ვინც ემაშებოდა იქანე ჯაბაი ხო არ იხდიდა ხო და კიდე იყო იქინე ხო და არ დავასახელებ ყველას არა ხო და ეს არის მათხრობა მეტი არაფერი ხო
ხო და ამას კიდე ახლა მე ხო და რომ მაწამეს მეზობელმა დატია ორი ოჯახი დამეტია მიხედე თემური პატარა რაღაცა კარტოფლის დასავდი რაღაცა და ამის გულს და გადაირიენ ამის გულს ხო და ის არჩილა ხოფერია რომ არის ლანჩხუთის ხედრიონის უფროსი იმის ხმაზე ვიცნობ დამზდევდა იგი ბათუმში გამომეკიდა სადაც მიდიოდი დამზდევდა ეს ბანდიტი ეს ხო ხმაზე ვცნობილობდი ასევე რო წავედი იქ იმ ბათუმში იმასთან რა ქვია რომელია მაგი ასანიძეს სახლი აქვს იქ სამსართულიანი იქ იყო ჩემი სიძე $600-700 იხდიდა იმაში ხო და იქ გამაწამეს იქ ისე იგი გამოხშობა მოგვინდომეს ყველას გამოხშობა თელ აღა ეს აღა ჩემიანებს რომ ყურობ იტყვი ეგი ამ თელმა ქვეყანამ გაიგო და აგენმა ვერაფერი ვერ გაიგო ეგერ იგი მეზობელი მყავდა ნაზი წილოსანი ხო და ფანჯარა გავაღე და გაზი შემოუშვენ შეთ გაზი არა თავი გარეთ ხოდა გაყოფილი და ხალი იცინდა შეიშალა ხალი რა უნდა ამკას ამაზე ფანჯარაზე ჩამოგედება ასე თავი გამოყოფილი გარეთ მაგრამ მე თუ ხედველობა არ ხონდა თუ აგენი რასი მასი ზამთენ ეს გლახები ეს კაცი რომ ხეზე კაცი ვერავა მე ახლა 80 წლის კაცი ვარ კენწეროში გავალ ეგერ ხეზე ის არის ბძორი კაცი რომ ხეზე ვერ გავა ხო ახლა ნამეტარი აგრესიულად ხო და ამიტომ გეუბნები გახარია შენ ვერ მიიღებ ლანჩხუთში მონაწილეობას ახსენი იქიდან და დაახვიე შენ იგენი ხან რომელ ნომერი არ ვიცი დაახვიე და წაიღეს რაღაცა ლანჩხუთში არ გაღირსება არ დაგითმო მითოდე ყველა დღე გამოვალ მიტინგზე ხო და ყველაფერს ვიტყვით თქვენს ახლა კიდე არ ვლაპარაკობ ყველაფერს კიდე არ ვლაპარაკობ ხო ბევრი რამეს კიდო ბევრი არასასიამოვნო რამეს გეტყვით იცოდე ამიტომ ლანჩხუთში არ გაბედო შენ იქიდან წილისყრა ლანჩხუთში არ გაბედო არც თქვენ არც შევარდნაძის იმან და სააკაშვილის ბანდიტებმა არ გაბედოთ იქინე იცოდე ხალხმა ახლა რისი არჩევნები ჩემოკარგო ბიზინა რისი არჩევნები უკვე დაიწყენ ცემენტის ძიდვა ტრაილერებით უკვე დაიწყენ გაყიდონ იგიდო მოისყიდონ უნდა იგი რა ქვია ამომრჩევლები ჩვენ არ გვაქვს ამდენი ფული ყოველთვის არ უნდა გაიმარჯვოს უნდა სიმართლე უნდა გაიმარჯვოს ჩემი ძმისშვილს მანქანა დაატაკა ვიღაცამ ამასაც გამოვიძიებთ ჩვენ რო ვიცოდეთ ხო ეხლა ნამეტარი ბევრი აგრესია გადმოვაფრქვიე მაგრამ რა ვქნა გამწარებული კაცი მე ვიცი რომ მე რომ ვერ გავაკეთო ჩემი იგი ჩემ შვილებს და შვილიშვილებს არ გაახარებენ ეს ძაღლის ლეკვები ეს არ გაახარებენ ამიტომ მე ვერ დავტოვებ აგეს ასე იმათ უპატრონოთ აგერ ვარ ცოცხალი ვარ და რასაკეთებენ კიდო რამდენი სიგლახე გახვენ გაკეთებული იმასაც გამევიძიებთ ისე ყველა ვინ რა გააკეთა ორი ამბავი კიდო მაქვს ხედველობაში ეს თქვენ იცოდეთ თქვენ მე ჩემო ახლა ურე იმ პერიოდში ქათმები მყავდა გაშობილი ქათმები და კვერცხისდობელი ქათამს არ ვაჩერებდი თუ არ ჯობდა კვერცხს ხო და 25 კვერცხისდობელი და მამალი მყავდა ხო და ეგი მომპარეს ეს ქათმები მომპარეს ჩემი მამალი ეგერ იქით კიკვაძე ცხოვრობს მილიციის უკვე იმას იქით იგივე იქით წელოსანი ცხოვრობდა რა ქვია ხუჩაი წელოსანი იმის ჭიშკართან მამალი დავიჭირე ხო და ღამის პირველ საათზე თამაშობდნენ ფეხბურთს ომე ჩამოსულიყვნენ ხო და დაეტიებიან ჭიშკარი მე ისე ვითამ ჭიშკარიდან ისე გადავიდავთ ამ ქათმები მისით არა და წაიყვას მომპარეს ქათმები მე პოლიციის ცხოვრებაში მე პოლიციის არც არასდროს ჯერავდა და არც არაფერი მიდღებში რომ მოვდე არ მივალ აწი იქინე თუ მივალ რაღაცას იმსეც ვეტყვი რომ არა იმას არასასიამოვნოს ხო და დავაფიქსირე პროპოსტო სიტყვიერად რომ შემდეგ ეს გამეკეთები ახლა რო ვაკეთებ ამიტომ დავაფიქსირე მე
თორე მაგენის ვის უნდა პოლიციის დახმარება როცა ერთი პოლიცია იყო ქურდი ერთ სანიკიძე იყო ერთი ხო პოლიციაში მუშაობდა ქურდი ეგრე ადრე იყო კიდე კომუნისტების დროზე ერთი ანთაძე იყო კიდე ვიღაცა ხო და მაღაზია გაქურდა და ბოგის ქვეშ ხიდის ქვეშ დამალა იგი პროდუქტები და გაჩერდით კაცო რისი პოლიციელები ხართ ზოგიერთი მაგრამ ყველა არა ხო კარგად მიხვდება ვინც რა არის ხო ასევე ლანჩხუთში ხო ასევე შემოკარგებო ლანჩხუთში ქართულ ოცნების რომ არის მერი და მერის მოადგილე ბევრი სისხლძაგლია გაკეთებული ახლა არ ვლაპარაკობ ყველაფერს იცოდე ეგენი ვერ გაჩერდება ლანჩხუთში მე რა და იმას 5 ბავშვი ყავს ჩემს შვილს 5 ბავშვი ყავს ხო და შევიდანე იქ და განცხადება რომ სახლი იგი რა ჩიფერი გადაგვაზრო ხო და დასველ და ჭერი ჩამოსვალებულია გაშავებულია ხო და ჩემ და არ გამოიმჩამ და აი დავანებოთ აი 5 ბავშვები ყავს ქალს უფასოდ ეკუთვნის ბინა ხო და შევიდანე განცხადება მოათრიენ რაღაცა ჯეშტები უკვე იჟანგება ხო და დააგდო კი 9 ჯერ დათვალა მოვიდა ვითომ დიდი საქმე გამიკეთა და თავად ისე იგი მე ამას ეკუთვნის ჩემ შვილიშვილებს და თავად ნახეთ ეთი რა არ გააკეთა რა ნაგებობები გააკეთა სახში იქ არ ვიცი კიდე იმას ჩოჩხალში და იქანაც მივალ და გავიგებ იმას რითი გააკეთა ამდენი იგი რითი გააკეთა ეს უნდა თქვა ბავშვებს ამზადებდა დედამისი ბავშვებს ამზადებდა ფულის თუ ჩარიცხა ფული 10 წელი ამზადებს იქინე ბავშვებს სკოლაში არ ასწავლის ნორმალურად ხო სახში იბარებს და სახში მაშობა ვერ გაბედავთ აფერს არ გერჩით ოღონდ გამოდით იქიდან გამოდით დროზე იქ და დასალეთ რო იქნება შემოდგომამდე იყავით რაც გინდებიანი იქენით შემოდგომაზე დასალეთ იგი იქინა და უნდა შევიდეს კი ნორმალური ხალხი და აირჩევს იმას ხალხი ასე ბოდიში გეწყინათ აბიძელის და აბიჟენი что то делают ხო ეხლა ჩამოკარგებო კიდე იმაზე რა ქვია კვარაცხელიამ და რა ქვია თემურ ფიფიამ და ვალერი კვარაცხელმა იდეალური ვიდეო ბლოგი დადვა ისე იგი შედევრი იყო ამდენ ხანია ვისმენ ახლა ნიტო ჩუბინძეს კარგი ვიდეოებს დობს მაგრამ ეგ იყო შედევრი იყო ისე იგი ისე როგორც მე მჯერავს ამდენი გამოსტილი ვარ რა იყო კომუნისტები რა იყო სოციალისტები ისე ძალიან მაგარი ვიდეო ბლოგი დადვენ ხო და იყო ჟორდანიაზე და იმაზე ჟორდანიამ ისე რა ქნა 9 ჯერ უნდა გავიმეორო ისე იგი 259 ყუთი შეჭედენ ოქრო ვერცხლი თუ 3 ინსტიტუტი გაძარცვენ ხაზინა ეკლესია მონასტრები და მუზეუმები და ჩაყარეს ეს იგი და მარსელში შეიტანეს იგი და ვითომ იყო მათი ქონება იყო ვითომ მათუ ბაბუამისმა და ბებიამისმა დაუტოვა ვითომ მაგენს ხო და სტალინს და ბერიას რომ არ ჩამოეტანა ის რომ იყო რა გვარია იგი თაყაიშვილი ხო იმას თაყაიშვილის იმა გააქრობდა იმას მალე რომ არ ჩამოეტანა ხო და ლანჩხუთში ახლა უყურე ლენინის ქუჩა სტალინის ქუჩა უნდა დარქმეოდა ლენინის ქუჩა და სტალინის მეგონა მეო ის სიმღერა ხო და ამენმა ჟორდანიანს იგი დაათქვენ რამდენი წელია ამ პარაზიტი ამ მამაძაღლის ამას როგორ უნდა ეთქვეს ლანჩხუთში ისე იგი ლანჩხუთში როგორ უნდა ეთქვეს მაშინ შევანაძის ქუჩას დაათქვით მეორე ქუჩას რა არის ეს რა არის ამას ჩვენ სტალინის ზეგლი როგორ აიღეთ კიდო წამომეჭიმა იქინე ადი ბიჭო მიხედე შენ იმას ვინა შენ ტოლას იქენი იგი შენ ბევრი დაიწყე ბევრი გაրա ჭუითი იყავი პატარა მე შენ გეუბნები ჭუითი იყავი პატარა ხო და იგი რა ქვია ხო სტალინის ზეგლი ამან აგენმა დაშალა სარიშვილმა და იმან ტიკაძეა თუ ვიღაცა რა ვიცი აგენმა დაშალეს სტალინის ზეგლი ხო და რატომ ჩვენ ვარ დაგვიშლიაო აბა ვინ დაშალა კაცო აბა მე დავშალე აბა ხო შემდეგ კიდევ იმისი რა ქვია სტალინის გარდაცვალების დღეს 5 მარტს ისე იგი ლგპდ ღონისძიება ჩამიტარენ იქინე ჩვენ შევიგრიბეთ
სტალინის მოყვარული ხალხი. ხო და რაღაცა პურმალი იყავი სასაცილოში ვიყავით, ხო და პურმალი გავაკეთეთ, ხო და გამოვედი, ხო და ვეუბნები პოლიცია დგანაკი და იღლარჯებიან. მაგანი როგორი ხალხია იცი? დანაშაულის აღმოფხრაზე კი უყურე. პოლიციის მოვალეობა რა, ჩემო კარგო პოლიციელებო, იქ რო არიან სპეცნაზები, ნაღდი ბიჭები, თქვენ გენაცვალეთ, ნამდვილი პოლიციელი ვინც არის, მაგრამ პოლიციის მოვალეობა რა არის? დანაშაულის წარმოქმნა უნდა აღკვეთო და რა დანაშაული უნდა აღკვეთო და რა დამნაშავე დაიჭირო და დაახშო და მოკლა. ეს ასია ჩემო კარგებო, ასია ეს. დანაშაული აღიკვეთოს და ასე იყო, ასე ამბობდნენ კომუნისტები და იგი. ხო და გინდა ეს ნარკომანები რომ გინდა ნარკომანიის წარმოშობის იგი აღმოფხრათ იგი დანაშაული თუ არა გაჭირებული ნარკომანი ისედაც რაღაცა იგია დაჩაგრულია ცხოვრებაში და იმას კიდე ციხეში ჩააგდებ და გამომარბო ციხეში. ეს არის სადიზმი ჩემო კარგებო. თქვენ დანაშაული აღმოფხარით ჯერ დანაშაული საიდან წარმოიშვება? პოლიციას გეუბნები, ლანჩხუთის პოლიცია და ყველგან ასია თბილისში. იქ ვასალი არ მომიგზავნეთ იქინე. იგი ყოფილა პოლკოვნიკი კაცია. ხო და იქინე არა სხვანაირი ხმები გამოდის იმაზე. არ კაცის არ მეშინია, ყველას დაგაიკარწნათ ყველას. ხო. ახლა შემოგარგებო მე როგორი იგი მინდა რუსეთში არა ახლა უნდა რაღაცას ეს უდიდესი პიროვნება ვლადიმირის და პუტინი ცდილობს რაღაცას ისე იგი საბჭოთა კავშირის მაგვარი რაღაცა საბჭოთა კავშირი ახლა ისე კი არ აღდგება იმ პირობებში რომ იყო შემოგარგებო ისე კი არ აღდგება მაგრამ რაღაცა იმდაგვარი ისე იგი ძმურად ვიყოთ მეგობრულად ვიყოთ ერთმანეთთან დავეხმაროთ გაჭირების დროზე უნდა ერთმანეთს ასეთი კავშირი უნდა გავაკეთოთ ასე და არა ჩავერიოთ მაგალითად იქინე მინისტრის დანიშვნაში იქინე მერის დანიშვნაში და იმაში ეს ასია ჩემო კარგებო. ამიტომ ჩინური მოდელი მე ისე ჩინური მოდელი იმაშინა კარგ მოდელად. ერთი სოფელი არის მაგ 100 მილიონერი ცხოვრობს მილიარდერებიც ყოფილა ჩინეთში. ოღონდ როგორი პირობები აქვს მილიარდერს რო გაუშვებენ მაგალითად გერმანიაში კიდე ევროპაში კიდე ამერიკაში არა ეუბნებიან შენ იცხოვრე როგორც მილიარდერი იცხოვრე ისე ჭამე სვი ხო და როგორც მილიარდერი მაგრამ მოგება ჩამოიტანო უნდა ჩინეთშიო ასეთია ჩემო კარგებო ხო და ჩინეთში ისე იქ ყველა სტრატეგიული ობიექტები ეკუთვნის მთავრობას სახელმწიფოს კარგად ბრძანდებოდეთ. Дай Бог всем, дай Бог счастья, дай Бог и дай природа, дай все хорошее вам, желаю всего хорошего, счастья, благополучия и все. Будьте здоровы все.